დღეს არ ვიცი დავანონსებული არის ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ, იმიტომ რომ მართლაც საინტერესოა, ვერ ვიტყვი რომ უინტერესოა რა შეიძლება იყოს ეს წერილი და საერთოდ მე მინდა რომ თქვენ გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, რა წინაპირობა უძღოდა იმას, რომ ღარიბაშვილმა პერსონალურად ახსენა ივანიშვილის სხვათა შორის არა სხვა ლიდერები ქართული ოცნების, არამედ ივანიშვილი ახსენა და მას დააკისრა პასუხისგებლობა ოჯახის უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რა შეიძლებოდა ამის წინაპირობა ყოფილიყო კაცისგან, რომელიც მადლობას იხდიდა თუნდაც დაკავების შემდეგაც კი? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ტელემაყურებელს მივესალმები. მე მგონია რომ ალბათ ჯერ ჯობს დაველოდოთ თუ ეს წერილი იქნება, თუ იქნება საერთოდ, იმიტომ რომ არ გამორიცხავ რომ არანაირი წერილიც არ იყოს, მაგრამ თუ იქნება ალბათ საინტერესო იქნება რა წერილს აგზავნის პატიმარი ღარიბაშვილი და ალბათ უფრო ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა თუ რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ხო პირველად ხდება მისი მხრიდან რაღაც ასეთის მოხსენება, ჩვენ ღარიბაშვილი გვახსოვს როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბნელი მხარე ქართული ოცნების, ქართულ ოცნებაში სინათლე საერთოდ არ არის, იქ ნათელი მხარე საერთოდ არ არსებობს 2011 წლიდან, რაც ეგ ორგანიზაცია დაფუძნდა, მაგრამ აი ღარიბაშვილი წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე უფრო ბნელ მხარეს, რომლის ხისერზეც იყო ძალიან ბევრი ძველს სხვათა შორის. ბიჭი, რომელსაც მეორე თქმა არ ჭირდება, რომლის აი დანაშაულებრივი ქმედებები რომ ჩამოთვალოთ მარტო ივერი მელაშვილის ციხეში გაშვება არის ამისთვის საკმარისი და ქართული სახელმწიფოს პოზიციების შერყევა აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვრის დადგენის მოლაპარაკების პროცესში, იმიტომ რომ ამ პროცესს გამოაკლეს პროფესიონალი ადამიანი, რომელმაც ალბათ ყველაზე კარგად იცის ეს საკითხი, ესეთი პროფესიონალი აღარ არის ამჯერად ქართული დელეგაციის წევრად და ეს ძალიან როგორ გითხრათ, მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ნაბიჯი იყო საქართველოს სახელმწიფოს. ეხლა შორს წაგვიყვანს იმის ჩამოთვლა, რა აქვს ღარიბაშვილს გაკეთებული, ამიტომ წერილს უნდა დაველოდოთ და წერილის მიხედვით, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე იცის და საინტერესოა რის თქმას აპირებს, ზოგადად ისეთი რეჟიმები, როგორიც არის ქართული ოცნების რეჟიმი სხვადასხვანაირად შეიძლება ასეთი რეჟიმი დამარცხდეს და ჩამოიშალოს, მათ შორის არის რა თქმა უნდა ეს ეგრეთ წოდებული ქართულად ალბათ elite defection ინგლისურ ტერმინს გეტყვით პოლიტოლოგიიდან, როცა მართველ ჯგუფში ელიტაში ჩდება ბზარი და ვიღაცეები გარბიან, ეს იწვევს ხოლმე ასეთი რეჟიმების ჩამოშლას. ეხლა მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ რაიმე მსგავსი რეჟიმი იყო თუნდაც იგივე ვთქვათ უნგრეთი ევროპის კავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო, ასეთი ფაშისტური და ასეთი ტოტალიტარული მმართველობა იქ არ ყოფილა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრიც წარმოადგენდა მაშინდელი წინა მმართველი პარტიის ელიტას. ასეთი რაღაცა იმედები არსებობდა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება სხვებთან დაკავშირებითაც და არ ვიცი თუ ვინმეს აქვს ვთქვათ ასეთი იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, ეს გამოჩნდება ალბათ ამ წერილის შემდეგ, ეს უბრალოდ ქართული ოცნების შიგნით უკვე ზურგზე ბეჭებზე გართხმული ოდესღაც ესე იგი მართველი ოჯახის პირველი ფალავნის ბოლომდე დასამარება იქნება თუ ეს გამოიწვევს, არ ვიცი, რაღაცა გარკვეულ პროცესებს
ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ აი ქართული ოცნების ძალიან ისეთი საკმაოდ როგორ გითხრათ, საკმაოდ ისეთი ბნელი და რეტროგრადი ნაწილი დღესაც ეთაყვანება ირაკლი ღარიბაშვილს და სოციალურ ქსელებში ჩვენ ხედავთ ასეთი ვთქვათ ჩინაარსის სხვადასხვა პროდუქტს, სადაც ღარიბაშვილი წარმოდგენილი არის როგორც ერისკაცი და ასე შემდეგ. მოკლედ, ალბათ წერილის შემდეგ თუ ეს წერილი საერთოდ იქნა გამოჩნდება, ალბათ რაღაცა პროცესი, არ ვიცი, მიმდინარეობდა. რაღაც მე ესე წავიკითხე, რომ ერთი დღის ვადა მიცა ღარიბაშვილმა. კი ბატონო, როგორც ჩანს, სავაჭროდ დაიტოვა. სხვა შორის ძალიან საინტერესოა ეს თქვენ მუდმივად საუბრობთ არა პერსონალურად, არამედ პარტია, სხვადასხვა ალიანსის წევრები, ასე ვთქვათ, მუდმივად საუბრობენ, რომ რაღაცნაირად დასუსტება უნდა მოხდეს სისტემის, შიგნიდან დემონტაჟი უნდა მოხდეს ქართული ოცნების. მიიჩნევთ თუ არა ამ პროცესს, ამ ხილებას იქნება თუ არა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აი ამ პროცესისა. საერთოდ როგორ უნდა აღიქვას ახლა საზოგადოებამ ის რაც ხდება, აქვს თუ არა ღარიბაშვილს იმ ტიპის წონა, რომელმაც შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ივანიშვილს, იმიტომ რომ ჩვენ მაგალითად ყავდა სტუმრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებას, რომ ღარიბაშვილმა შეიძლება თქვას ისეთი რამ, რაც მას პერსონალურად დააზიანებს, იმიტომ რომ არ არსებობს საქმე, რომელშიც ის თავად არ ფიგურირებდეს, როგორც არ ვიცი, რაღაცა დანაშაულის თანამონაწილე. თქვენ როგორ უყურებთ აი ამ პროცესს? რამდენ სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს? თქვენ როგორც არ ვიცი ოპოზიციური პარტიის გამოჩნდება, ამიტომ ვამბობ ეს წერილში რას იტყვის და რა წერილია და გამოჩნდება, იმიტომ რომ ივანიშვილმა თავის თავზე უმჩივნეულოდ ნახეთ, ივანიშვილმა უმტკივნეულოდ მოიშორა მაგალითად აი ეს უსუფაშვილი კიდაშელის ჯგუფი, ხო? მერე მოიშორა გახარია, გახსოვთ აი იგივე ვთქვათ ბაჩიაშვილის თემა. ხო, ეს ადამიანებიც ხო მისი უახლოესი გარემოცვის ადამიანები იყვნენ და ალბათ რა ვიცი ქართულ ოცნებაშიც ალბათ მართველ ბიურს წარმოადგენდნენ და არ აღმოჩნდა ეს საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ოცნება, ну, ყოველ შემთხვევაში ეს რაღაცა მართველი ჯგუფი ისე გახლეჩილიყო, ისე დაზიანებულიყო, რომ ამას მართლ ოჯახზე ქონოდა გავლენა. ამიტომ ამბობ, ღარიბაშვილმაც ბევრი იცის, ნახოთ რა სიტყვის და ეს თქმა თუ იქნება კიდევ საკმარისი, იმიტომ რომ იცით მე ადრეც მითქვამს. საერთოდ ღარიბაშვილის ციხეში გაშვება მაშინაც იყო მუდმივად ამაზე საუბარი, რომ ეს იყო ასე ვთქვათ სარისკო ნაბიჯი ივანიშვილისგან, მაგრამ მუდმივად გვესმოდა ეს, რომ ღარიბაშვილი ის პერსონა, რომელიც არასოდეს არაფერს არ იტყვის ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ეს რწმენა ჰქონდა ივანიშვილსაც. მე მგონი ივანიშვილი ღარიბაშვილის გარეთ დატოვებაში ალბათ უფრო მეტ რისკს ხედავდა, ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი, ბევრი ფული ჰქონდათ მოპარული და ალბათ რა ვიცი, ივანიშვილისთვის საფრთხეს როგორც ჩანს წარმოადგენს დიდი ფული, შეიძლება კიდე რაღაცა სხვა რაღაცეები, რომელსაც ახლა შეიძლება ამ ეთერში არ ღირს დაკონკრეტება, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი რისკი რომ თქვა ციხეში გაშვება ყოფილიყო და არა გარეთ დატოვება, მაშინ მე არ მგონია რომ ივანიშვილი რომელიც ფრთხილი კაცი ჩანს, ამას გააკეთებდა. როგორც ჩანს, გარეთ დატოვებაში უფრო მეტი რისკი დაინახა და ამიტომაც გაუშვა ის ციხეში. მაგრამ ეს ხომ გაუკეთებია ბატონ გია, როცა მოხსნა ორჯერ თანამდებობიდან, სხვადასხვა თანამდებობიდან, არც ციხეში გაუშვა და საკმაოდ თვინიერი პერსონა იყო ის, რომელიც თვეების თუ არა წლების განმავლობაში ელოდებოდა საკუთარ ჯერს, ასე ვთქვათ. ეს გვინახავს ჩვენ, ამიტომ პირველი ასეთი მოხსნა თუ სწორად მახსოვს იყო 2015 წელს, ხო? 2015 წელს მაშინ ჯერ
მოდიოდა 2016 საპარლამენტო არჩევნები. ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ დაახლოებით 10 წლის წინ. 10 წლის წინ არც ღარიბაშვილი იყო ისეთი მდიდარი და ისეთი გავლენიანი, როგორიც ის ბოლო პერიოდში იყო და არც ივანიშვილს ჰქონდა იმდენი ვთქვათ კიდევ ძალაუფლება არ იყო სახელმწიფო არ იყო ჯერ კიდევ ბოლომდე მიტაცებული მარცხაჯულება ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დასამარებული 2015 წლის საქართველოს ჯერ კიდევ სხვა განსხვავებით 2025 წლის ან 2026 წლის საქართველოსგან 2015 წელს ივანიშვილი ჯერ კიდევ ატყუებდა დასავლეთს რომ ის რაღაცა ევროპისკენ მიისწრაფვის და მართლა საქართველოს განვითარება და საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა. მაშინ ჯერ კიდევ ყავს თავის გარემოცვაში იგივე ვთქვათ ეს უსუფაშვილი ხიდაშელის დუეტი და ბესელია და ასე შემდეგ. ხო ანუ ის არ არის მაშინ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში ვთქვათ 2025-ში ან 2026-ში. ხო, ამიტომ ამ დიდი დროა ეს 10 წელი საქართველოსთვის და ამიტომ ალბათ სხვა რისკები დაინახა ახლა და სხვა რისკებს ხედავდა მაშინ სხვაგან იყო საერთოდ რისკები და დღეს ალბათ კონკრეტულად ღარიბაშვილში დაინახა და ამიტომაც არის ის მოთავსებული ციხეში, მაგრამ კიდევ ახლა ეს ჩვენი საუბარი არის როგორ გითხრათ, მხოლოდ რაღაცა მარჩიელობა, ჭობა, რომელიც შეიძლება აი სრულად უსაგნო გამოდგეს, იმიტომ რომ შეიძლება არანაირი წერილი არ გამოუშვას ღარიბაშვილმა ციხიდან და ან კიდევ შეიძლება რაღაცა მართლა რაღაცა ისეთი გამოუშვას, რამაც შეიძლება მართლა რაღაცა გავლენა იქონიოს. მადლობის წერილს ხო არ ელოდებით ბატონო გია. არ გამოვიწყოთ, იმიტომ ჩვენ ხო მარტო ამას ვართ ღარიბაშვილისგან მიჩეული, ამიტომ შეიძლება მადლობის წერილიც ეხლა ფაქტია მე ვაკეში ვცხოვრობ და მოსაშვილზეც ხშირად მიწევს სიარული და ეხლა მე იქ სულ ხედავდი დაცვას და ეხლა დღეს გაირკვა რომ თურმე დღემდე დაცვა ყოლია, ხო? ანუ ბევრი რაღაცა რამაც შეიძლება დაგვაფიქროს და ფიქრი კარგია რომ რაღაცა მე რაღაცა დასკვნები გამოვიტანოთ, ამიტომ არც მადლობის წერილს გამოვრიცხავ და არც იმას გამოვრიცხავ, რომ რაღაცა მართლა მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ კიდევ ჩვენი საუბარი არის მხოლოდ სპეკულაციები, ჩვენ გვინახავს ასე ივანიშვილის მიერ გაძევებული ხალხი, რომელიც მის ასევე მზეს ფიცულობდა დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ამას არ გამოუწვევია, ვთქვათ, ივანიშვილის ოჯახის მართლობის ესეთი ფუნდამენტური, ვთქვათ, რყევა, თუმცა კიდევ ამბობ, როგორც ვთქვათ, როგორც პოლიტიკაში ჩართული ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი და გნებავთ როგორც პოლიტოლოგი, ეს ასეთი რეჟიმებისთვის, ასეთი რეჟიმების ჩამოშლისთვის ელიტაში, მართლ ელიტაში ბზარი არის ხოლმე დასაწყისი. უბრალოდ მე არ შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ არც ეს წერილი გვინახავს და იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს წერილი საერთოდ იქნება. კი ბატონო, ვნახოთ, ხო, არაფერში არ ვართ, რა თქმა უნდა, დარწმუნებულები, თუმცა ის, რაც გუშინ ვიხილეთ, იყო ნამდვილად უჩვეულო და წარმოუდგენელი ირაკლი ღარიბაშვილისგან და ვნახოთ, ხო, რა მოხდება. დღის ბოლოს წესით ეს წერილი უნდა დაიდოს. მადლობა თქვენ